ხორბლის საკვები ღირებულების გაზდა ფრინველებისათვის ძალიან ადვილად არის შესაძლებელი თუ არ დავიზარებთ და მოახდენთ მის გაღვივებას ან ფერმენტაციას. ამ შემთხვევაში ახლა რასაც ხედავთ, ეს არის ეგრეთ წოდებული აერობული გაღვივება, ზუსტად იგივე, რასაც ვაკეთებდით ალაოსათვის. ეს არის ახალ დასველებული, წყალში ახლა ხანს დავასველე ხორბალი. ეს უნდა რამდენიმე დღე მოთავსდეს სითბოში, დაახლოებით 20-დან 25 გრადუსამდე და ვეცადოთ, რომ ის გაღვივდეს და როცა მისი ღივები გაიზრდება, ახლა ამას ხედავთ, ეს უფრო გაღვივებულია. სადღაც თუ დააკვირდებით, ამას უკვე პატარა ღივები აქვს. ესეც ჯერადრეა ფრინველზე მისაცემად. ესეც ჯერჯერობით ახალი გაღვივებულია, ხოლო აი ამ დიდ ჭურჭელში, შედარებით დიდში, უფრო მეტი ხნის ახლავთ და ნახეთ როგორი ღივები აქვს. ეს უკვე არის 4 დღისა, შეგედეთ ღივებს რამხელებია. აი, ერთმანეთზეა ფაქტიურად გადახლართული. ამ დროს ამილაზებით სახამებელი ნაწილობრივ იშლება. სახამებელი ხდება ბევრად უფრო ადვილად მოსანელებელი ფრინველებისათვის. აი ასეთი გაღვივებით, ფაქტიურად ეს იგივე ალაუარი, რაც გავაკეთეთ არყის გამოხდისას, პურის არყის გამოხდისას. ამ დროს მნიშვნელოვნად მცირდება ფიტინის მჟავა ხორბალში და შენ ხარ ჩემი ბატონი, სახამებელი უფრო იული მოსანელებელი ხდება და გარდა ამისა ვიტამინებით მდიდრდება აი ამ გაღვივების პროცესში. ეხლა ვიტგრასი ძალიან მოდური და პოპულარული სასმელი რომ გახლავთ, ის სწორედ ახალ გაღვივებული და ახალი ამოსული მწვანე ღივებიანი ხორბალი გახლავთ. და აი ამ ხორბალში, რასაც ახლა ხედავთ, ასე ვთქვათ, ვიტამინების რაოდენობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მშრალ ხორბალში. ასეთ ხორბალს თუ დაუყრით, ეს ბევრად უფრო უკეთესია და საკვები ღირებულება რაღაც 20% უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ხორბალს. ეს ერთი მეთოდი, ამას ქვია აერობული გაღვივება, როდესაც ხორბალი უბრალოდ სველდება წყალში და ჰაერს მასთან აქვს შეხება, ანუ ჰაერი არ აკლიათ ხორბლის მარცვლებს. ამ დროს გაღვივების პროცესი მიდის ჩვეულებრივად, როგორც მიწაში. ეხლა გადავიდეთ ანაერობულ გაღვივებაზე. ეხლა უკვე ვისაუბროთ ანაერობულ ფერმენტაციაზე. ვიღებ ჩვეულებრივ ბანკას, მასში ვხრი ხორბალს ნახევარზე ცოტა ნაკლებს, სადღაც ესე 35-40% მოცულობის. ამის შემდეგ ამას ჯერ წყალი უნდა გავავლო, გაირეცხოს, რომ მტვერი და რაღაც მოშორდეს, რომ ცოტა გასუფთავდეს. მერე წყალს დავასხამ, შევავსებ აი ამას ბოლომდე. ნახევარზე ნაკლებს, იმიტომ ვყრი, რომ ხორბალი ჯირჯუდება შემდეგ. და დავამატებ დაახლოებით 1-2 ჩაის კოვს მაწუნს და მოვურევ, რომ ლაქტობაქტერიები გამრავლდეს. ამას ვტოვებ თავდახურულს 5 დღე, ამ დროს ღივი არ წარმოიშვება ფაქტიურად. შენ ხარ ჩემი ბატონი, ეს არის ეგრეთ წოდებული ანაერობული ფერმენტაცია, რომელიც პრინციპში უკეთესია, ну იმასაც აქვს რა თქმა უნდა თავისი პლუსები, აერობულს იგივე ალაოს, მაგრამ ანაერობული ფერმენტაცია უკეთესია ვიდრე აერობული.
მთავარია რომ არ გაგვიფუჭდეს და არ წავიდეს ზედ ობის სოკო, რასაც მივხვდებით მკვეთრად დამახასიათებელი სუნით. ასე ვთქვათ, 5-7 დღის შემდეგ დაახლოებით 20 გრადუსზე ეს უნდა გამოვიყენოთ. ეხლა როგორც აერობული ფერმენტაციის პროდუქტი, ისე ანაერობული არავითარ შემთხვევაში არ ინახება. მისი შენახვა არის გამორიცხული. ყოველთვის უნდა მოვამზადოთ, ვთქვათ, 1 დღის ნორმა, რომ ეს 1 დღის ნორმა მივცეთ ფრინველს. და არ უნდა დაგვავიწყდეს არავითარ შემთხვევაში, რომ ეს არ არის ფრინველისათვის, ვთქვათ, თუნდაც გათქმისათვის სრულფასოვანი საკვები. აი, ერთმა ჯუჯულამ აქ მომაკითხა, იმიტომ რომ იცის, რომ რაღაცა მისთვის გემრიელს ვამზადებ. ეს უკვე შეიძლება ითქვას თითქმის 30%-ით ზრდის ხორბლის საკვებ ღირებულებას. აქ ეს დიდრდება ყველაფრით, რითაც შეიძლება გამდიდრდეს დაწყებული ვიტამინებიდან დამთავრებული პრობიოტიკებით, რომელიც მაწვანშია და რომელიც ამ დროს მრავლდება ლაქტობაქტერიები მაწვნის, მაგრამ შესაძლებელი არის ვიმეორებ ობის წარმოშობა. ეხლა სამრეწველო მეფრინველეობას, სადაც 10,000-ობით ფრთა ფრინველი უნდა გამოიკვებოს, ასეთი რამე არ აწყობს ავტომატური საკვების გამონაწილებლები ასეთ პროდუქტს ვერ აიტანენ და რა თქმა უნდა დამატებით მუშახელია საჭირო, მაგრამ იმისათვის რომ ვთქვათ სახლის მცირე მეურნეობაში ეს ხორბალი იქნეს გამოყენებული უფრო ეფექტურად და არც ეშინია. ხორბალი იქნეს გამოყენებული უფრო ეფექტურად, კალციუმი რაც არის მასში იქნეს უფრო ეფექტურად ათვისებული. რა თქმა უნდა, უმჯობესია რომ გავაკეთოთ ფერმენტაცია. ეს სხვათა შორის ამერიკელი ამიშების მიერ არის მოგონილი და მათი ფრინველის ხორცი და კვერცხი განთქმულია და დიდი მოთხოვნაა, ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე. ეხლა მე ამას მოვამზადებ და გაჩვენებ საბოლოო სახე როგორი ექნება. და გარეცხვისა და წყალში დალბობის შემდეგ ეს ხორბალი უკვე ისე გაჯირჯუდა, რომ ხედავთ უკვე ნახევარზე მეტია და შემდეგში ეს კიდევ მოიმატებს. შენ ხარ ჩემი ბატონი. ეხლა ამას მე მაწვანს დავამატებ და შემდეგ თავს დავახურავ. ასობაში მაწვანი გავხსენი, აი ეს ერთი კოვზი თავმოდგმული შეიძლება ითქვას სრულიად საკმარისია. წავიდა ამაში და კარგად აურიოთ. რომ ბიფიდობაქტერიები, რომელიც მაწვანშია, ყველგან მიწვდნენ და ყველგან გამრავლდნენ, რომ სხვაგან სხვა რამე არ გამრავლდეს. ეს კარგად არევა ამისი ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ამის შემდეგ ვახურავ თავს, რომ პროცესი იყოს ანაერობული და დგამ შესანახად სითბოში დაახლოებით 20-დან 25 გრადუსამდე უნდა იყოს 5-7 დღის განმავლობაში. ამაზე მეტი არაფრით არ შეიძლება. და გახსნის შემდეგ, როდესაც გახსნით, სანამ ფრინველებს მისცემთ, კარგად ნახეთ ობის სუნი არ გქონდეს. თუ ობის სუნი აქვს, ეს უნდა გადაღვაროთ. ესე იგი, ხორბალი დაობებული იყო და არ ვარგოდა. სკარევსებო სხვა მეტი მიზეზი ამისა არაფერი შეიძლება იყოს. ისე ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს, როდესაც გაიხსნება, თქვათ, 5 დღის შემდეგ. და ვიმეორებ, ის უნდა მისცეთ ერთბაშად. ამიტომ მე რამდენიმე კილა მაქვს, რომელშიც ყოველდღიურ დოზას ვამზადებ. და რაც მთავარია კიდევ ერთხელ მინდა მასაკვნად გავიაროთ, რომ
ეს არ არის სრულფასოვანი საკვები ფრინველისათვის, ანუ გალიაში გამომწყვდებულ ფრინველს მარტო ამით ვერ გამოკვებავთ. ფრინველი თუ არის გაშვებული გარეთ, ბულსა და ჭიას იჭერს და წერებს, ასეთ შემთხვევაში კი ბატონო ეს შეიძლება ითქვას საკვებად ეყოფა და მისთვის საკმაოდ კარგი საკვები იქნება, რადგან ვიმეორებ ჩვეულებრივ ხორბალთან შედარებით ეს არის პრობიოტიკებითაც მდიდარი, მნიშვნელოვნად ამცირებს ნაწლავური ინფექციების რისკს და გარდა ამისა ვიტამინებით უფრო მდიდარია და მისი სახამებელი ასე ვთქვათ, უფრო ადვილი ასათვისებელი და ადვილად მონელებადი პროდუქტი გახლავთ. ასე რომ გამოიყენეთ რეკომენდაციას ვაძლევ. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.